სუპერსონიკის რომელი პერსონაჟს აქვს ყველაზე მეტი სიცოცხლე? ჩავატარებ ბრბოლას სუპერსონიკის ყველა პერსონაჟთან, რომ ნახოთ ვის აქვს ყველაზე მეტი სიცოცხლე. მათ მოუწევთ დაპირისპირება supersonic.exe-დანაც. იქნებიან სუპერსონიკი, სუპერ ტეილსი, სუპერ ნაგზი, სუპერ შედოუ, სუპერ ემი, სუპერ სილვერი და კიდევ ბევრი სხვა. ასევე იქნება საიდუმლო პერსონაჟებიც. ვის ექნება ყველაზე მეტი სიცოცხლე? წავედით! კარგი მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ საოცარ და რა თქმა უნდა ეპიკურ ვიდეოში. რადგან დღეს ვნახავთ, რომელი სუპერსონიკის პერსონაჟი არის ყველაზე ძლიერი. მათ უნდა შეეჯახონ სიკვდილის წრეს, სადაც სუპერსონიკ თოთკა ექსე იმყოფება. და რა თქმა უნდა, გვყავს საიდუმლო პერსონაჟებიც. ვინ გაიმარჯვებს? ვინ არის შენი ფავორიტი? დაწერე კომენტარებში. წავედით! რადგან პირველი ყველასგან არის სუპერ ბები, ეს არის სონიკი, რა საყვარლად ძლიერია, აი ის არის, საყვარელი, მაგრამ ძალიან ძლიერი. იწვევს ყველაფერს, 3, 2, 1-ზე და აი მიდის სუპერ ბების სონიკი, რომელიც ყველა დარტყმას არიდებს თავს. ცდილობს ცეცხლს გაექცეს, რომელიც აზიანებს, მაგრამ წყალში გადარჩება. და ყურადღება, იცის ცურვა, პირველი ბებია, რომელსაც ხედავ რომ ცურავს. და ახლა, კაქტუსებში ჩავარდა და რადგან ჯერ კიდევ ბებია, ფრენა არ შეუძლია. ცდილობს გაათავისუფლოს თავისი სუპერ ბების სონიკის ძალა. მაგრამ მგონია რომ სამუდამოდ კაქტუსებში დარჩენას არის განცირული. ასე რომ სუპერ ბების სონიკი ისევ ცდილობს. ვნახოთ, ყურადღება, გამოვიდა. შეგიძლია შეძლო, შეგიძლია მეგობარო, კიდევ ცოტათი. არა. ასე რომ ახლავს სუპერ ბეიბი სონიკი, რომელმაც საკმაოდ კარგად გაართო თავი იმის მიუხედავად რომ ბავშვია, აშკარად ჩანს რომ სუპერია. და ეს პირდაპირ მიგვიყვანს სონიკის საუკეთესო მეგობართან, სუპერ ტეილზი. აი აქ ყავს სუპერ ტეილზი. ის სათავისუფლებს მთელ ამ ლურჯ ძალას. 3-ში, 2-ში, 1-ში და ის მიიწევს წინ, არასდროს უკან. ვაუ, ის არიდებს დარტყმებს და ათავისუფლებს თავის ყოვლის შემძლე აურას. მართალია, სუპერ ტეილზი ძალიან ძლიერია, ფრთხილად, კაქტუსები ვარდება. მაგრამ ის იყენებს თავის ძალას, რომ იქიდან გამოვიდეს. ეხლა კი ძალიან ფრთხილად მიიწევს წინ. და მან შეძლო. არასდროს უნდა შეაფასოს სუპერი სუსტი გარეგნობის მიხედვით. ხომ ასეა ტეილს? როგორც არ უნდა იყოს, ვნახოთ რას იზამს, რადგან ის ათავისუფლებს მთელ თავის ძალას. და ის ხტება მჟავაში. ფრთხილად, მჟავა მას იწოვს. ცდილობს გადარჩეს მასში. და რა ახლოს იყო. ასე რომ აყვავს ჩვენი საყვარელი, რომელიც მჟავის დონეზე პირველ ადგილზეა, რა ძალა! და ეს პირდაპირ გვიყვანს სუპერ ნაკლსთან, იმ ვარდისფერი ბეწვით. კარგი, ვარდისფერი, იასამნისფერი, იისფერი, ფუქსია, რა ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ნაკლზი თავის ალებს უბედურებისგან ათავისუფლებს. დაიწყებს სრულ ძალას, 3, 2, 1, აი მიდის სუპერ ნაკლზი! ცეცხლს სულის გვერდს, უძლებს მას მთელი თავისი ძალით. ასევე წყალს და ასევე კაქტუსებსაც. ეხლა ვარდება ობობის ქსელები, რომელსაც მუშტიდან ადგურებს. ემზადება მჟავამდე მისასვლელად. ათავისუფლებს თავის შინაგან ცეცხლს და ხტება. აი იქ არის ნაკლზი. ვაუ, მარტივად გადის მჟავას. ეხლა კი მიდის ისრების მახეებთან. ერთ სულის გვერდს, მეორესაც სულის გვერდს. დაუჯერებელია. და კი ხტება ლავას! რაც არ მოქმედებს მასზე, მაგრამ ეხლა იწყებს მის კანში შეღწევას. და ეხლა კი მოქმედებს. ედებს, მიდი ნაკლს. არა. რა ახლოს იყო? ასე რომ აქ ყავს სუპერ ნაკლზი, რომელიც პირველ ადგილზე გადადის თავისი დიდი გამძლეობით. ეხლა ჩვენი საყვარელი მთავარი გმირის ჯერია, მეფეთა მეფე, სუპერსონიკი. აი აქ ყავს სუპერსონიკი. თავისუფლებს მთელ თავის ძლიერ აურას. 3, 2, 1 და იწყებს სრული ძალით. თავიდან იცილებს პირველ დაბრკოლებებს. ის ასევე თავიდან იცილებს ცეცხლს, წყალს და კაქტუსებს დაუბრუნდა მხევის ისწრაფით. ეხლა მთელი თავისი ძალით მიდის. და მჟავასგან თავს იცავს პარით. რა სრული სიგიჟეა ეს სუპერსონიკი. ახერხებს გადარჩენას, ისრებსაც კი არიდებს თავის დიდ სისწრაფეს. ამზადებს ახალ ფარს და იწყებს. ხტება ლავაზე! დაცულია, მოახერხა, აბა როგორ არა. აი ეხლა ვხედავთ როგორ არიდებს მაგმურ მახეებს. ღმერთო ჩემო, რა პერსონაჟია, რა ძლიერია სუპერსონიკი. ყველაფერს არიდებს თავს, თუმცა ჯერ კიდევ იწვის და ჩანს რომ ძალიან ახლოსაა. იმიტომ რომ ხტება.
და მიდის Super Sonic X-ზე, კრიპიპასტაზე, რომელიც უკიდურესად ძლიერია და საშიში. ამ ეტაპზე მას კარგად უპირისპირდება ბრძოლა თანაბარია. Super Sonic-ი ყველაფერს ათავისუფლებს, მაგრამ Sonic X-ზე ძალიან მკაცრია. ფრთხილად ძლიერად ურტყამს და ღმერთო ჩემო, ამთავრებს მას. ამიტომ Super Sonic-ი პირველ ადგილზეა, როგორც ყველაზე ძლიერი. თუმცა ვერ გაუნკლავდა კრიპიპასტას. და ეხლა ჯერი Super Amy-ზეა, ღმერთო ჩემო. მოდით ვნახოთ, რა შეძლებს ჩვენი საყვარელი ქალი. 3, 2, 1. Super Amy ყველაფერს აკეთებს. კარგია, საკმაოდ სწრაფად მიდის, თუმცა ცეცხლი მოქმედებს მასზე. ჩანს რომ წყალში კარგად უმკლავდება. ეხლა ვნახოთ კაქტუსების დონე. ოჰო, დაეცა, მაგრამ სწრაფად ამოდის. იყენებს თავის ჩაქუჩს და გამოდის. ეხლა ცდილობს ჩაქუჩით დაანგრიოს ობობის ქსელები, რომ მალე გათავისუფლდეს. მაგრამ თუ ასე გააგრძელებს, ამდენი ობობის ქსელით ჩირარდანს დაიჭერს. როგორც შეუძლია, ისე მიიწევს ემი. ფრთხილად, რადგან როგორც არ უნდა იყოს სუპერ, მჟავა ძალიან საშიშია. გადახდა, მოგდება, გადარჩება. გადარჩა, დიახ, Super Amy ყველა საოცებს, ყველა გადარჩა მჟავას, მაგრამ მაშინვე ისრები კლავს. ამიტომ მეგობრებო, აი Super Amy, რომელიც მესამე ადგილზეა. ყოველ შემთხვევაში ტელს აჯობა. მეგობრებო, ეს ვიდეო ძალიან მაგარია, ხომ ასეა? ეს კი მხოლოდ დასაწყისია. რადგან დადგა დრო, საიდუმლო პერსონაჟები გავხსნათ. ასე რომ სწრაფად, თამაშები. ეხლა მხოლოდ 20 წამი გაქვს, რომ დაალაიქო, გამოიწერო არხი და ჩართო ზარი და გახსნა. Carlos personajes secretos. თუ კომენტარებში დაწერ სიტყვას Super Sonic-ი, მის მთელ ძალას მიიღებ, ასე რომ მე რომ შენ ვიყო, ვიჩქარებდი, დრო იწურება, აი გვაქვს, ხომ ასეა? კარგი, მეგობრებო, მგონია რომ კარგად მოიქეცით და იმსახურებთ საიდუმლო პერსონაჟების ნახვას. ასე რომ დროა გავამხილოთ პირველი მათგანი, რომელიც არავის ხვაა, თუ არა, ღმერთო ჩემო, Super Sonic-ი მესამე ფაზაში ეს ძალიან დიდი ძალაა. ხოლო მეორე საიდუმლო პერსონაჟი ვიდეოს ბოლოს გამჟონდება, ასე რომ არ წახვიდეთ. რადგან ახლა ჯერი დიდ და წარმოუდგენელ Super Shadow-ზეა. აი Super Shadow-ა, რომელიც მთელ თავის ძალას ათავისუფლებს. 3, 2, 1 დაიწყებს სრულ ძალაზე. იგი თავს არიდებს მახეებს და მოდი ვნახოთ, შეძლებს თუ არა რამე მაგარი გააკეთოს. რადგან ამ ეტაპზე მისთვის ყველაფერი ძალიან მარტივად მიდის. ხედავთ როგორ ათავისუფლებს მთელ თავის ძალას. ემზადება და ქმნის მჟავასგან დამცავ ფარს. მას ძალიან მსგავსი უნარები აქვს, როგორც Sonic-ს. ის კარგად არიდებს ისრებს და თავისი მთელი ძალის გამოყენებით პირდაპირ ლავაში მიდის, საიდანაც ცოცხალი გამოდის. ვაიმე, Super Shadow! ეხლა პირდაპირ მაგმატურ მახეებს უახლოვდება, ერთი მხრიდან მეორედანაც. საოცარია, როგორ არიდებს თავს და უკვე მზად არის. ის ესხმის Super Sonic X-ს. ვაიმე, რა ძლიერი ბრძოლა! მიდი Shadow, მთელი ძალით! Super Sonic X-ს არაფერს თოვებს დაუმთავრებელს. ძალიან საინტერესო ბრძოლა. ვინ გაიმარჯვებს? ფრთხილად, რადგან კუთხეში აქცევს. ღმერთო ჩემო, არ მჯერა. Super Sonic X-ს ამთავრებს მას. ასე რომ აყავს Super Shadow, რომელიც პირველ ადგილს Sonic-თან იყოფს. რა სიგიჟეა? ფრთხილად, რადგან ზღარბების ტრიო სრულდება ლეგენდარული Super Silver-ით. აყავს Super Silver-ი თავისი ფსიქიკური ძალებით. 3, 2, 1 და ფრთხილად ის ქმნის დამცავ ბუშტს. ეს მას ცეცხლში გზას უხსნის. რა ჯანდაბა! მეგობრებო, ეს დამცავი ფარი სიცოცხლეს აძლევს Super Silver-ს. რა სიგიჟეა! ის პირდაპირ ეშვება ობობის ქსელებში და გადადის პირდაპირ მჟავაზე. ეს მას ასე კარგად აღარ იცავს, მაგრამ მაინც ახერხებ გადალახვას. მისი ფსიქიკური ძალები იცავს მას ისრებისგან. რა სრული სიგიჟეა! და ხდება მატყლი, მაგრამ ფრთხილად. სწორედ ახლა მთავრდება მისი დაცვა. და მერე ჩანდა რომ ის მოკდა, მაგრამ ცოცხალია. როგორ ჩანს, Silver-ის ფსიქიკურ ძალას შეუძლია ერთხელაც კი გააცოცხლოს ის. ეს უკვე მეტისმეტია. მაგრამ მან ძალიან ბევრი ფსიქიკური ძალა დახარჯა. ის ძალიან ძლიერია, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ეხლა ის იტანჯება, მაგრამ მოდის. და ის ებზვის Super Sonic X-ს. ფრთხილად, ის უბრუნდება ბრძოლას. არა, მაგრამ მას არ აქვს მოწყალება და ამთავრებს მას. და ახლა ნამდვილად ვეღარაფერს გააკეთებს. ამიტომ Super Silver-ი უტოლდება Shadow-ს და Sonic-ს. და ზღარბების ტრიო პირველ ადგილზეა, რადგან ვერ უმკლავდებიან Super Sonic X-ს. და ეხლა მეგობრებო, ძალიან ბნელი და დემონური პერსონაჟის ჯერია. Super Fleetway Sonic-ი. აი, სრულიად მზადა. ათავისუფლებს თავის დემონურ ძალას და იწყებს 3, 2,
1. დედა ჩემო. Fleetway Sonic-ი დაუძლეველი და გაუმაძღარი მონსტრია. საოცარი სისტრაფით ართევს ობობის ქსელებამდე როგორც არის. კიდევ ერთხელ ათავისუფლებს თავის მაქსიმალურ ძალას, რომ რაც შეიძლება დიდხანს გადარჩეს მიჟავაში. დამჟავაში წურავს ისე, თითქოს სახლში იყოს. ეხლა კი სრულად იყენებს თავის დემონურ ძალას, უძლებს და ეწინააღმდეგება ისრებს. და პირდაპირ ლავაში ხდება, რომელსაც გადალახავს. ძალიან კარგად აკეთებს ამას Fleetway Sonic-ი. ეხლა ორივე მხრიდან მაგმატურ მახეებს არიდებს თავს. დაუჯერებელია, მაგრამ ის სრულ ძალას ათავისუფლებს და ხდება. უდიდესი ბრძოლა Super Sonic X-სთან. არ ვიცით, რომელ შეუძლია გამარჯვება, მაგრამ Fleetway Sonic-ი შეიძლება იყოს დემონი, რომელიც სხვა დემონებს აჯობებს და დაამარცხებს მას. დაუჯერებელია. Fleetway Sonic-ი ხდება დამსხვრეველში და მთლიანად შეიწოვება. Fleetway Sonic-ი გთხოვ, რა ჯანდაბა? მოიაზრები, როგორც კორუმპირებული დემონური ასება, მაგრამ დამსხვრეველი კარგად გფშუნიდა. ათავისუფლებ ბნელ ძალას, მაგრამ ეს თითქმის არაფერს ცვლის. რადგან Fleetway Sonic-ი მთლიანად შთანთქავს დამსხვრეველი. ამიტომაც Fleetway Sonic-ი პირველ ადგილზეა და ეს პირდაპირ მიგვიყვანს Super Neo Metal Sonic-თან. რობოტებიც კი გარდაიქმნებიან. აი Super Neo Metal Sonic-ი ათავისუფლებს მთელ თავის რობოტულ ძალას 3, 2, 1-ზე და გამოდის მთელი ძალით. თავიდან იცილებს მახეებს. ერთიანდება ცეცხლთან, რომ ტყლამდე მივიდეს სრულიად შეუჩერებელი რეჟიმით. გადის კაქტუსთან და ასევე ობობის ქსელებთან. თუმცა ფრთხილად, თუ ზედმეტად მიეკრობა, ლამაზი თეთრი ქვედაბოლო დარჩება. მოკლედ მიდის და ფრთხილად მჟავა არავის ინდობს. თუნდაც რობოტი იყო. მაგრამ მაინც გადალახავს. ეხლა ის წინ მიიწერს. ისრებს და ხტება ლავაში, მაგრამ გადარჩება. თუმცა სიზულვილია, ცოტა ეცემა და მაგმატური მახეები ანადგურებს მას. ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან, ნაჯახები. ღმერთო, ცდილობს გამოსვლას, მაგრამ სხვები გზას უჭღია და Neo Metal Sonic-ი ვეღარ წავიდაცი. ასე რომ, აქ ყავს Super Neo Metal Sonic-ი, რომელიც მეორე ადგილზეა. არა, ბოდიში მესამეზე, ზღარბების შემდეგ. და ეს მიყვანს ბოლო პერსონაჟთან, Super Sonic ლობა. აქ ყავს ეს მხეცი, მზადა ყველაფერი გააკეთოს. 3, 2, 1 წავიდა! Super Sonic ლობა შეუჩერებელია, დაუჯერებელია, ყველჯერებელია, ყველგან ისე გადის, როგორც უნდა. ობობის ქსელები აშკარად არაფერს უშავებს. მჟავა კი მოქმედებს მასზე, მაგრამ ბეწვით კარგად უმკლავდება. აი ასეა, ძლივს გადარჩა, ხომ ხედავთ? ეხლა კი ისრებმა ნამდვილად იმოქმედა მასზე, მაგრამ არც ისე ძლიერ. ძალიან კარგად უძლებს და ლავას ახტება, მაგრამ ღმერთო ჩემო, ლავამ წამებში გაანადგურა. ასე რომ Super Sonic ლობო Super Knuckles გაუთანაბრდა. ძალიან მაგარი იქნებოდა მათი ბრძოლა გვენახა, რადგან ორივე ძალიან ძლიერია, მაგრამ შორს ვერ მივიდნენ. და მეგობრებო, ეს იყო დიდი სიამოვნება, შევხვდებით შემდეგში კიდევ უფრო მეტით. და ტყუილია, რადგან ჯერ კიდევ გრჩება საიდუმლო პერსონაჟები. ყველა მზად ხართ, რომ მოქმედებაში ნახოთ Super Sonic-ი ფაზა 3. აი ისიც, ათავისუფლებს მთელ თავის ძალას და მზადაა 3, 2, 1, მიდის ბოლომდე Super Sonic-ი ფაზა 3. სრულიად ყველა დაბრკოლება საოცარი სიმარტივით ტოვებს უკან. ობობის ქსელში ნელდება და მჟავისთვის ემზადება. და გადის მჟავაზე, რა სიგიჟეა, თითქოს არაფერია. აკეთებს თავის დაცვას, რომ ისრები არ მოხდეს. და იმავე დაცვით ლავას გადახტება და აჩერებს. მეგობრებო, ეს საოცარია. რა ძალა აქვს Super Sonic-ს მესამე ფაზაში და რა თმა აქვს როგორც არის. ეხლა მზადაა, ელოდება მახეებს, ათავისუფლებს თავის ძალას და ხტება. არიდებს Super Sonic X-ს დათმებს, ღმერთო! ანადგურებს მას ზეციური სხივით. რა სიგიჟეა! ისევ ამზადებს თავის აურას და მისი დამცავი ფარი იცავს მას დამტვრეველისგან. ეხლა მეგობრებო, ყავს გამარჯვებული. თუმცა, ენერგიის მჭამელი არა. იწყებს Super Sonic ფაზა 3-ის ძალის შეწოვას. ნახეთ როგორ ეცემა, კარგავს აურას, ცდილობს გამოსვლას. უკვე თითქმის გამოუვიდა. კიდევ ცოტა. მოახერხებს და არა.
ამიტომ სუპერსონიკ ფაზა 3 აშკარა პირველ ადგილზეა, მაგრამ მან ვერ შეძლო წრის დასრულება, სულ ცოტა დააკლდა. ეხლა კი მეგობრებო, მომენტი ახლოვდება. დატოვეთ ბოლო ლაიქი და ბოლო გამოწერა, რომ გამბლოკოთ ბოლო საიდუმლო პერსონაჟი, რომელიც არის სუპერ შინ სონიკი. ცხილად იყავით ამასთან, რომელიც ყველაფრის განადგურებას აპირებს. აი ისიც. თავისი მთელი ძალის გათავისუფლება სრულად მზადაა. 3, 2, 1 სუპერ შინ სონიკი. მან 3 ფაზა თითქმის ზიანის მიღების გარეშე გაიარა. მისი ძალა ძალიან გიჟურია და იწყებს აურის გათავისუფლებას. მოდით ნახოთ, რატომ ხდება მჟავაში და თითქმის არც კი მოქმედებს მასზე. მაგრამ ეს რა არის? მარტივად აჭარბებს, ისევე როგორც ისრის მახეებს. და ლავა მოდის. ამასაც ძალიან მარტივად გადის. აი აქ არის. ეხლა მაგმატორი მახეებია. ცოტა რთულია, რადგან ყველა ურტყამს. მაგრამ საერთოდ არ ადარდებს, რადგან ყველაფერს არიდებს თავს. და ეხლა რას აკეთებს? ამზადებს ელვას. და ღმერთო. ასუფთავებს და ანადგურებს სუპერსონიკ XS. XS მეგობრებო, ეს უკვე მეტის მეტია. ათავისუფლებს თავის ძალას და წარმოუდგენელ დაცვას ქმნის. არ აძლევს საშუალებას, რომ დამტრეველმა ავნოს. და ფრთხილად, რადგან ის ენერგიის მჭამელშია, მოძრაობს, ფეხებს იქნევს, ცდილობს გამოქცევას. და ყურადღებით იყავით, რადგან გამოზდის. სუპერ შინ სონიკმა გაიმარჯვა და გამარჯვებულია. ასე რომ აშკარად პირველ ადგილზეა, როგორც ერთადერთი, ვინც წრეს სრულად დაასრულა. ასე რომ სუპერ ბეიბი სონიკი კაქტუსების დრონეზე ბოლო ადგილზეა. ბოლოს წინა ადგილი ტეილს ერგო მჟავას დონეზე. მესამე ადგილს ბოლოდან ეიმი იკავებს ისრების დონეზე. მეექვსე პოზიციაზე ფრეა სუპერნაკლსა და სუპერსონიკ გლობოს შორის ლავის დონეზე. მეხუთე ადგილი სუპერ ნეო მეტალ სონიკს ერგო მაგმატურ ტრომბებზე. სამ მაგი ფრე მეოთხე პოზიციაზე სამ ლეგენდარულ სუპერ ზღარბს შორის სუპერსონიკ დოტკე EXS დონეზე. მესამე ადგილი ფლიტვეი სონიკის კორუმპირებულ და დემონურ არსებას ერგო დამამტროებელში. მეორე ადგილი სუპერსონიკ ფაზა 3-ის, რომელიც ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ენერგიის მჭამელს ვერ გასცდა. დაუდავა გამარჯვებული, ყველაზე ძლიერი და შემზარავი ყველას შორის, სუპერ შინ სონიკი. ამიტომ მეგობრებო, ეს იყო ყველაფერი, აქამდე მოვედით. იმედი მაქვს ვიდეო მოგეწონათ. თუ ასეა, უკვე იცით რა უნდა გააკეთოთ. დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, ჩართეთ ზარი. და არ დაგაუწყნეთ კომენტარებში დაწეროთ, რომელი სხვა პერსონაჟების წინააღმდეგ სურთ ბრძოლა მომავალ ვიდეოებში. ეს რომ თქვი, ეხლა ნამდვილად გემშვიდობებით. ეს მონსტრი ჩემს უკან ძალიან საშიშია, ნახვანდი!